გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა. Როგორც მივხვდით, კიდეგანო მე ვადის უდაბნოებში ვარ. ასე მოვდივართ უკვე ესე 150 მაილი მოვდივარ, აი ესეთ ადგილებში და კაცი შვილი არ არის. და კიდე მომიწევს ასე სიარული. არც ინტერნეტი, არც ტელეფონი, არაფერი არ იჭერს. აქედან გამომდინარე მოდის ფიქრები და მივსით ალბათ მეც მინდა ჩემი ფიქრები გაგიზიაროთ. გავაგრძელოთ ჩვენი რუბრიკა ფული. რუბრიკის 5 ნაწილი, ანუ 5 სერია დავამთავრეთ და ეხლა ვისაუბროთ მე-6 სერიაზე. სად გავჩერდით? ესე იგი, ვარ 21 წლის ბიჭი, 21 და უკვე ასე თუ ისე მოვაგვარე ფულის ამბავი. მაგ უკვე მუდმივი შემოსავალი ქარხანაში ვარ. ჩალხების ზენკალი ვარემონტებ პერიოდულად. კოოპერატივებში სადაც არის ჩალხები, ვარემონტებ. და მაგ ძალიან ბევრი დრო. დილი 7 საათზე კი მიდივარ სამსახურში 5-მდე ვარ, მაგრამ დიდი აი დაკავებული ვიყო იმ საქმიანობით 2-3 საათი. აი წამოვიდგე ქარხანაში კომუნისტების დროს. და ეხლა ხო იცით ეგ ჩვენ ოთახი ქონდა ჩვენ უნდა პატარა ზოგი დომინოს თამაშობდა ზოგი ისა, მაგრამ მე არ მაწყობდა, მაგრამ აი ისე ინტერესი რომ მქონდა. დავიწყე ჩემი წიგნების კითხვა, ლიტერატურული წიგნების კითხვა, ну ინფორმაციიდან გამომდინარე. და ხო იცით ახლა სამყაროში რო შეხედა უკვე სხვანაირად უყურებ. უკვე იმას კი არ ვიცახი რომ კი ვითომ შემოსავალი გაქვს, მაგრამ უკვე აღარ გაკმაყოფილებს ეს ერთფეროვანი ცხოვრება, ხო? ნუ ფიქრობ ხო თან ინსტიტუტში სწავლობ, ფიქრობ რომ კაი ეს შემოსავალი გაქვს და ინსტიტუტში სწავლობ, მაგრამ უკვე ახალგაზრდა ხარ 20, 21, 22 წლის ბიჭი ხარ და გინდა უკვე წინ წასვლა რაღაცა რომანტიკა, სამყარო, თავგადასავლები და ასე შემდეგ. და ეხლა ჩემ ვინც არის ელექტროავტომატში მუშაობ და ალბათ ახსოვთ და ალბათ ეს პერიოდიც მიცნობს. ასეთი მეცნიერება ასე სიტუაცია ყველა კომუნისტებს, აი წარმოვიდგინეთ, ყველა ქარხანაში, ყველა ფაბრიკაში ჰქონდათ თავისებური ბიბლიოთეკა. და ბიბლიოთეკა, ამ ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ვინახა მუშები არავინ არ გადიოდნენ და მე ვიყავი ძალიან, ეხლა არ ვიცი ხა ის ბიუჯეტზე იყო და ბიბლიოთეკა უნდა ყოფილიყო იმაში. აქვეა ქარხანაში. და თავისუფალი დრო როგორც კი შემოვიდა და ეხლა დიდი ისეთი ბიბლიოთეკა არ იყო, დიდი მრავალფეროვანი, მაგრამ გაზეთები მოდიოდა, ახალი გაზეთები და ჟურნალები მოდიოდა და იქ ვიჭექი. ალბათონი ნანა იყო როგორ მახსოვს ადაი ნეტავი, ეხლა კაი დიდი ხანი არ მინახია და გავცედა ხმარო კაცო ეს კაცი ვერ გავიგე ხა დირექტორად მივიდა ეხა ეს სამუშაოდ მოვიდა თუ ბიბლიოთეკაში მოდის რა სამუშაოდ და ისე იყო რომ მაინც ვერ იდებოდი და ეხა ხოიცა კომუნისტების დროს ისე იყო აი თვალსაჩინო საქმე არ მქონდა ეხა თუ ჩარხი გაფუჭდებოდა იმ ჩარხს ვარემონტებდი და ну აი ესეთი ცოტა უხერხული სიტუაცია იმისთვის, მაგრამ მაინც ვახერხებდი ბიბლიოთეკაში ვკითხულობდი უკვე მიმდინარე ჟურნალებს და გაზეთებს. ეს რომელი წლებია, იცით მეგობრო 86-87 წლები, როდესაც საბჭოთა კავშირში დაიწყო გარდაქმნა. და გარდაქმნა უკვე დაიწყო თვითონ აზროვნებაშიც, საბჭოთა კავშირის კრიტიკა იბეჭდებოდა ისეთი კრიტიკული წერილები ჟურნალებში, გაზეთებში, რასაც ადრე მალავდნენ 37 წელს ეს საბჭოთა პერიოდის და ძალიან ესე იგი ისეთი რაღაცები იბეჭდებოდა, რომ ხოიცა ხა საბჭოთა კავშირში დახურული ყველაფერი და იხსნებოდა ყველაფერი და ნუ ძალიან აზარტული იყო ეს ყველაფერი. მაგრამ მაინც მომაბეზრებელი იყო ერთი და ქარხანა მე შეხო ფიქრობ შემდეგ იმაზე და ამ დროს გადავწყვიტე აი როგორ მახსოვს რომ მე ხო ადრეს გითხარი მოვიდომე დიპლომატობა და დიპლომატი რო გამხდარიყავი საბჭოთა პერიოდში იყო ერთ-ერთი მოსკოვში, აი ხა საერთაშორისო მიმოს ეძახეს უნივერსიტეტი რო იყო საერთაშორისო ინსტიტუტი მიმოს ეძახდნენ და გადავწყვიტე რომ მოდი ეხლა მე
მეორე მესამე კურსი ვიყავი ინსტიტუტში, საღამოზე ვსწავლობდი. მოდი მე განვითარდები, ამ ინსტიტუტს დავამთავრებ, მოვემზადები და ჩავაბარებ მოსკოვის საერთაშორისო ინსტიტუტში. იმიტომ რომ მინდოდა დიპლომატობა, სახელმწიფოს ხო გახსოვთ მე სპორტსმენი ვიყავი და ყოველთვის მინდოდა რაღაცა ისეთი პროფესია მქონოდა, რომ აი სახელი სპორტსმენი რო ხარ, ხო შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ, იმით გამოდიხარ და უკვე დიპლომატი შენი ქვეყნის სახელი ხარ, მაგრამ ეს აბსოლუტურად კავშირია მაშინ. ერთადერთი გზა იყო, რომ დიპლომატი გამხდარიყავი, უნდა წასულიყავი მოსკოვში, მაგრამ სანამ მოსკოვში მოხდებოდი, რაღაცა კაი ბიოგრაფია უნდა ქონოდა რა, ეხლა წამოდივარ ქარხანაში მუშა, სპორტსმენი, ერთი ინსტიტუტი დამთავრებ და ეს უკვე დავგეგმე წინასწარ, რომ აი 60 წელიწადში მე ინსტიტუტს დავამთავრებდი და ამასობაში მოვემზადებოდი, განათლებას მივიღებდი იმას და ამას ვეძახი მე განვითარების გზას და მე ჩავაბარებდი იმაში, მოსკოვში. მაგრამ ერთი რაღაცა იყო ამ მოსკოვში, ამ მიმოში აბარებდნენ სულ აი ესეთი წარმატებული ხალხის შვილები, რაიკომის დივნების, იმისი და სადაც ყოდა ზურგი, მაგრამ მე ვიფიქრე კაცო, მე ზურგი არა მაქვს, მაინც მე არა დედას უტირებ, მე ჩემი ცოდნი და ჩემი იმით მაინც მივახცევ მეთქი. ესე იგი ინსტიტუტში იმაში ხო დავდიოდი, რა ქვია, ქარხანაში, ბიბლიოთეკაში და საავტომობილოზე სწავლობდი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მაგრამ უკვე აღარ დამაინტერესა, რომ პოლიტიკა რა იყო, რომ უნდა გამხდარიყავი თქვა. დაამთავრებდი, გასწავლდნენ შიგაწვის ძრავას, იმას და ძირითადად გასწავლდნენ ამ ატკ-ს და გარაჟის, ანუ სატრანსპორტო სისტემაში მენეჯმენტს. უკვე აღარ ვიზიდავდა რა, თითქოს ავიზიდე კი, მაგრამ უკვე ლექციაზე უნდა იყო და უკვე ლექციებზეც აღარ დავდიოდი. გასვოთ მე საღამოზე ვიყავი და დავდიოდი სულ თეატრებში, მაშინ კაი დრო იყო კინო, რას კი კინო გამოდიოდა, თეატრებს არ მაზავდი, მივყავდა ჩემი ამხანაგები, გოგოები, რა ვიცი და ძალიან ისეთი რატო? იმიტომ რომ მინდოდა რომ ყოფილიყავი მაგარი ინტელექტი, მაგარი განათლებული, იმიტომ დიპლომატი უნდა იყოს ძალიან განათლებული და განვითარებული. ნუ თავისთავად ინგლისური ენასაც ვსწავლობდი. დავდიოდი კურსებზე. ეხლა ზოგჯერ მე რო ლაპარაკობ ხოლმე აქ ერთ-ერთი მინუსი რა მქონდა, იცი მე გარკვეული დროის შემდეგ უკვე აღარ მივაქციე, მაგრამ ეხლა მე მაგათად ეხლა ლაპარაკობ, ეხლა იმიტომ რომ ტრაბახო. აი ინგლისურად აბსოლუტურად ყველაფერი მესმის, მაგრამ აი ლაპარაკდა იმას ყურადღებას არ ვაქცევს ხოლმე, ხო ხვდებით აი ზოგჯერ გრამატიკა და ეს არ არის სწორი. ამას უნდა მიაქციო, რომ ამასაც თავისი მიზეზი აქვს, რომ ატომოს ყურადღებას არ მივაქციე. ამას ყურადღება არ მივაქციე, თუმცა ნებისმიერ რაღაცა ვარიანტი არ არის მესმის. ეს იმიტომ მაგ წლების დამსახურებაა. ამ პერიოდს მე ვეძახი ჩემი ცხოვრების განვითარების პერიოდს. აი ნახეთ უკვე GP სტუდენტი კი ვიყავი, მაგრამ იქითკენ არ მივიდიოდი და საღამოს სულ უყურებდი ხოლმე ხა პირველი უნივერსიტეტის კორპუსი იყო ძალიან ისე პრესტიჟული და დღესაც პრესტიჟულია და ვინც კი ცნობილი აი მაშინ ძალიან პოპულარი იყო აკაკი ბაქრაძე, მერაბ მამარდაშვილი, ფილოსოფოსები, რაღაცა მანდ იყო ხოლმე ძალიან ხშირად. მე ლიტერატურების გამოისიყო გამოსვლა ახალი პოეტების წერილების და სულ ისეთ საინტერესო შეხვედრები მიმდინარეობდა ხოლმე უნივერსიტეტში. და ამას სულ ვესწრებოდი ყოველთვის. კიდევ იმით სარგებლობდი, ქარხანაში რომ მუშაობდი, ხო იცი, მაშინ კომკავშირი იყო და კომკავშირი ახალგაზრდული ორგანიზაცია აწყობდა ხოლმე გასვლებს შატილში, იცუნდობა, ახალციხობა, სულ ღონისძიებებს და ეხლა რახან მუშათა წარმომადგენელი ვიყავი, ყოველთვის ყურადღებით ვიყავი რაღაცა ღონისძიება რო იყო, რაღაცა კვოტები იყო, რომ რომელიღაცა ქარხანა და ფაბრიკა ვიღაცა უნდა წასულიყო და მე ყოველთვის იქ ვცდილობდი ხოლმე რომ მე წასულიყავი და მაგით ამ კომკავშირული რაღაც ღონისძიებები მთელი საქართველო მაქვს მოვლილი. და მაგ პერიოდში ხო იცი თანამდებობისთვის რომ მიგეხსია, უნდა კომკავშირს მიწოლოდი რა. და კომკავშირი იყო საფეხური მომავალი თქვა. ნაბიჯ, მე პარტიულ თანამდებობაზე უნდა გასულიყავ, მაგი მე არ მაინტერესდა, მე მაინტერესდა იმენა აი ეს ესკურსიას რო აწყობდნენ და იქ გავიცალი სესინი გოგიბერიძე, ზაზა შენკელი, აი ძალიან აქტიური ტიპები ვინც იყვნენ და კარგი იყო რა, აი
ეხლა კი ვეძახით ამ კომუნისტებმა, ბევრი შეხვედრები იყო, ხო სადაც ეხლა ახალგაზრდობა იკრიფება, ნაცნობობა, ურთიერთობა ძალიან კარგი იყო. ნუ ტყილად მახსენდება. მაგრამ ამასობაში პარალელურად ეხლა მე ადრეს გითხარით, რომ სიონის ეზოში ვარ გაძრი, ჩემი კლასელები იყვნენ და იქ ხო დავდიოდი და ეროვნული მოძრაობა იწყებოდა. და ყველა ეს ეროვნული მოძრაობის ლიდერები 87, 86, 88 წელი ყველა დადიოდა სიონის ეზოში საპატრიარქოსთან, იქ იკრიფებოდნენ, ესწრებოდნენ ლოცვა წირვას და კომუნისტების დროს უკვე რომ საერთოდ 10 და 15 კაცი რო იდგა იქ სიონში, უკვე ხალხი მოდიოდა და უკვე ფაქტობრივად ჭანტურია, გამსახურდია კოსტავა მეარმახსო, გამსახურდია ბათიაშვილი, თამრიკო ჩხეიძე, ზურაბ ჭავჭავაძე და ძალიან ბევრი ასე კი აქტიურები იყვნენ, მაშინ მაგათ უკვე არაფორმალებს ეძახდნენ და აი მან დაიწყეს უკვე ეროვნული მოძრაობა, აი გააქტიურება მართლა კომუნისტები და სულ იყო ხოლმე აი გაზეთებში რო იწოდა აი უკვე არაფორმალებს ეძახდნენ და უკვე ძალიან აკრიტიკებდნენ ამას და ფაქტობრივად მაგათთან ყოფნა ძალიან ბევრ ადამიანს ეშინოდა. იმიტომ რომ კარიერისთვის და მომავლისათვის იყო დიდი პრობლემა. მაგრამ ვისაც არ ეშინოდა ამ წრეში ტრიალებდნენ, აი მამუკა გიორგაძე როგორ მახსოვს. და აი ხშირად რო ამბობენ ხოლმე რომ აი პატრიარქი და ზვიად გამსახურდია ერთმანეთს ვერ იტანდნენ და იყო ერთი ამბები და ხო არის ასე გავრცელებული რომ აი ზვიად გამსახურდია პატრიარქს აბრალებს და კაკებეშნიკი ისა მე ჩემი თვალით იქ ვიყავი და რამდენჯერ დავსწრები ვარ მაგათ საუბარს და ჩვეულებრივი მიდიოდა საუბრები საქართველოზე თეოლოგიურ საკითხებზე და ხშირად იმართება მეც მიწევდა იქ ყოფნა ეხლა მთელი ამბავში აი მომიწია ასე ყოფნა და მე მადლობელი ვარ მეც რომ ესეთ რაღაც საინტერესო დინამიკაში ვიყავი, მაგრამ აი ესეთ პოლიტიკურ იმას მაინც არ ვაქტიურობდი, იმიტომ რომ უფრო განათლებას ვქონდა, იმიტომ მე ჩემ თავს ვერ ვაკადრებდი იმას, რომ ეხლა განათლება არ მქონოდა და ამ ხალხში მეტრიო ეხლა ზურაბ ჭავჭავაძე ფილოსოფოსი იყო, ზვიად გამსახურდია, ესენი ჯერ მარტო ლაპარაკში ეხლა ირაკლი ბათიაშვილი ფილოსოფოსი იყო, სული ტრიალებდნენ და უკვე მიდიოდა ლაპარაკი დამოუკიდებლობაზე და ასე შემდეგ და ამ პერიოდში უკვე კოსტავა გამოვიდა ციხიდან და უკვე ნენელა 87 წელი, 86 წელს, აი 88 წლის უკვე დაიწყეს ცოტა ხო, მაშინ წავიდა დავით გარეჯის ამბებიც და უნივერსიტეტში იკრიფებოდა ეს მაშინ გამოჩნდეს ტურაშვილი ჩემხერა, დათო ტურაშვილი იქრია ეს სტუდენტები, რომლებიც თედო ისაკაძე და ესენი, რომლებიც ეროვნული მოძრაობიდან გამოდიან, უკვე მაშინ დავით გარეჯის პრობლემა იყო. დავით გარეჯე იყო მაშინ რუსების პოლიგონი და პირდაპირ ეს რო ვარჯიშობდნენ ეს საარტილერიო ჭურვებს, ამ პირდაპირ ამ დავით გარეჯის იმ ჩიჩა ეხლა აზერბაიჯანის ხე იმას არ ახვედრებდნენ და აი მაგაზე ატყდა ერთი ამბავი და მაშინ პატიაშვილი იყო, აქვეა ცეკავდივანი და აი მაშინ ეს სტუდენტური მოძრაობა გამოდიოდა, ეწინააღმდეგებდნენ და ეს ტურაშვილი გამოდიოდა ტელევიზორზე და მაშინ გახდა ის ცნობილი და აი მაშინ აი ფაქტურად ვიცით თქვენ ეს ყველაფერი მოდიოდა აი საწყისების იქ ვიყავ. მე ძალიან ბევრჯერ შეხვედრებზე მივდიოდი აჩაპესზე წეათა კავშირი რა იქაც იყო შეხვედრები, წელები იკრიფებოდნენ გურამ ფანჩიკიძე ჩარკვიანი და მიდიოდა საუბრები, აი ეს ინტელექტუალური საუბრები. მაგრამ სიტუაცია ასე თუ ისე იძაბებოდა რას გულისხმობ ახლა მაინც კომუნისტური წყობა იყო ეს კაკებე ეს უშიშროება მუშაობდა ძალიან უარყოფითად და ეს ეროვნული მოძრაობის ხალხი იწვებოდა ძალიან ისე რა უარყოფით კონტექსტში იყვნენ მოყვანილები მაგრამ უკვე იწყებოდა გროვდებოდა ეს მოძრაობა და უკვე რაღაცა პროტესტებზე გამოდიოდა მე ხო ბიბლიოთეკაში დავჯერდი ძალიან ხშირად საჯარო ბიბლიოთეკაში და იქაც რო მთელი დღე დავждებოდი ის 2-3 საათი და მე გავდიოდი მიტინგზე და ყველაფერს ამას უსმენდი და თითქოს აი ყველაფერი ჩემ თვალს იხდებოდა ეს ყველაფერი. თითქოს კი არა მასე იყო. დანეხა თბილისელი ვარ, რუსთაველი თათმიდე ეს ყველაფერი ხო ჩემია და მაგრამ
მე შინაგანად არ ვიყავი მზად, აი სულ კითხულობდი, აი ჩამჯდარი ვიყავ და აი ჩამჯდარი ვიყავი ამ წიგნებში და აი ერთი რაღაცა შეცდომა დაუში, მე ვითომ გამოვასწორე, ყველაფერს კითხულობდი, ვოლტერი, დიდრო, ფილოსოფია, იქი, აქი, მაგრამ არ ვკითხულობდი ეკონომიურ წიგნებს. კი შევეხე მარკს, ენგელს, როგორ მახსოვს, იმიტომ რომ დამაინტერესა რა გააკეთა ამ მარქსმა და ენგელსმა, რომ მთელი სამყარო ასე გადაერია და მარქსი და ენგელსის წიგნები კი წავიკითხე, მაგრამ მე რა შეცდომა დაუშვეს, სხვა თემებსაც არ შევეხე რა. ეხლა ეკონომიკაში არის ძალიან ბევრი მის მიმართულება, ხო? კლასიკური კაპიტალიზმი, ნეოკლასიზმი, ნეოკლასიკური, მარქსისტური და 7-8 მიმართულება და მაინც ახლა კომუნისტი წყობა რო იყო, ასე გავრცელებული არ იყო და მივადე კი ამ მარქს და ლენინს და ლენის წიგნებს წავიკითხე, როგორ მახსოვს სახლიდან ჩერქეზიას გვიჟეთ იმაზე რომ პლეხანოვზე იქიდან იმ ბიბლიოთეკიდან წიგნებს გატანდნენ ხოლმე და ეს მარქსი და ენგელსის წიგნები რომ მქონდა ბირჟაზე ჩემთან უკანში რომ გავი რა არის გაგო ეს რა წიგნები დაგო მეთქი მარქსი და ლენინიო ასე მეუბნე ეს ვერახარო საბოლოო ჯამში მე მეცნიერება და თქვენ ახად ვერა თორე მე კი ვარ ჩემ ჯგუფაზე მეთქი მაგრამ ნუ მაშინ ისეთი დრო იყო რომ ეს მიუღებელი იყო ეს ყველაფერი და მოვიდა 88 წლის ნოემბერი როგორ მახსოვს ეს დავით გარეჯის ამბები იყო რაღაც ეს კომუნისტები თავრობა არ თხოვდა ამას და ჩატარდა მიტინგი ჯერ იყო უნივერსიტეტის წინ იმართებოდა ხოლმე მაგრამ თავრობა ისე არ იყო რა მაინც გაბრაზებული და 88 წელს დიდი მიტინგი ჩატარდა ნოემბერში მთავრობის ახლის წინ. მე გარბაჩოვის გამოიხმაურა ამას და გაიტანეს ჩვენმა ეროვნულმა სტუდენტებმა და ეროვნულმა მოძრაობამ თავისი გაიტანა როგორ მახსოვს და მაშინ მოხდა 2 თუ 3 დღიანი შიმშილობა და როგორ მახსოვს იქ ხარხანაში ხო ის კომუნისტური პარტია იყო და აი ესენიო უსაქურებიო ეს არაფორმარებიო გააგიჟეს ხალხიო მაინც ეს კომუნისტური აგიტაცია მიდიოდა და ნუ ეხლა თქო და შიში იყო მაინც ის საფრთხის პერიოდი მაგრამ აი პირველი ნაბიჯი როგორ მახსოვს ეს 88 წლის ნოემბრის ამბები საბჭოთა კავშირმა კი გადაწყვიტა გარდაქმნა და კოოპერატივები და იმეებით გაეკეთა გამოესწორებინათ ეს პრობლემები, მაგრამ ქვეყანა აშკარად უკვე დაგროვილი იყო ეს ამდენი წლების ისა და უკვე მინუსისკენ მივიდა და ბევრი საწარმოები უკვე ხელფასებს ვეღარ აძლევდნენ მუშებს. მიტინგები უკვე იძაბებოდა მთლიანად მთელ საბჭოთა კავშირში იძაბებოდა სიტუაცია და განსაკუთრებით ამ მაშინ საქართველოში. ეს კიდე მიდის ახლა მე კიდე უყურებ ამ უკვე წავიწყეთ რევოლუციური წიგნების კითხვა საფრანგეთის რევოლუცია და მე ჩაფრული ვარ აიმეებში რა უფრო დიპლომატიურ წიგნებზე უფრო ვარ გადასვლით ეკონომიკაზე არა ვარ და ეს მე ვინანე იმიტომ რომ მე თვითონ გამოვასწორე მაგრამ აი ეს პერიოდია ამაშობაში ჩემ ქარხანაში უყე სიტუაცია აღარ იყო, ცოტა შემცირება დაიწყეს. უკვე მეც აღარ მომბეს და უკვე მინდოდა განვითარება და მე ჩემაც მაკაცებამ და მოხდი პირველ ატეკაში კაიროზე ადრეც გითხარით, ასე მერსაი მასივიდან რომ გადაუყვები ატეკა იყო, ან ეხა ჩემი პროფილია, ჩემი ისა და იქ დავდიოდი 3 დღეში ერთხელ 24 დღე მუშაობდი და 2 დღე ვისვენებდი, 1 დღე მუშაობდი, მაგრამ კაი ფული მქონდა, უკვე ვიყავი მანქანის ხელოსანი. აქ ტაქსოპარკში უფრო მეტ ფულს ვაკეთებდი. ეხლა შემეძლო სულ მემუშავა, მაგრამ აი ეს მაინც ეს მიზიდავდა რა, ეს დიპლომატია, ეს ისა უფრო განათლება, წარმოიდგინეთ ეხლა 3 დღეში ერთხელ მუშაობდი. 2 დღე თავისუფალი ვიყავი, ფულიც მქონდა. ბიბლიოთეკა, თეატრი, არაფერს არ ვიკლებდი რა. რუსეთში წავსვათ მას ცეღავას უკვე გადმოფრინდებოდი და მაგრამ ეხლა 2 გზა მქონდა ან შემეძლო უფრო მეტი ფულის გაკეთებაც შემეძლო იმიტომ დღე დაღამე მემუშავა მაგრამ არ მიზიდავდა ესეც რა და ინსტიტუტში ხო აღარ დავდიოდი რა დაგიბალოთ და იმის გამო რომ
ხადავი კი ვიყავი, ანუ სავალი ნაწილის ხელოსანი ვიყავი, მანქანებს უკეთებდი ამ იმებს და არაფერი მივდიოდი მარტო ჩასაბარებლად რაღაცა. მაგრამ ჭირდებოდა ისა, რა თქვია იმას. დიპლომი და დიპლომი ახლა უცბად ვინ მომცემდა, უნდა გასულიყო დრო. ამაშობაში ხედავდი ახლა მე კი სწავლობდი, მუშაობდი და რაღაც ვითარდებდი, მაგრამ თან ხედავ პარალელურად ზოგმა თონე გახსნა, ზოგმა ფერსაცმლის სამყარო გახსნა, ზოგმა ბარი გახსნა, ხედავ რომ ეს ხალხი ბიზნესში ტრიალებდა. აგე ჩემი დედაშვილები ზოგმა ბიზნესში ტრიალებენ, მაგრამ მინდა, მაგრამ ამისთვის რა უყურ. ეს დიპლომი ჭირდება რა. მაგრამ მე ვფიქრობ კაცო ეს აი ისე მოთმენაზე გადავიდე, ისე თვით განვითარებაზე დავიწყე ისე ზრუნვა და მოვიდა ამაშობაში თან გარემოა ეს ეროვნული დაძაბული და მოვიდა უკვე აპრილის თვე, 99 წლის აპრილის თვე. გახსოვთ ხო ის მაშინ აფხაზეთში ლიხში დამოუკიდებლობის ის მიიღეს, პროტესტი გამოვიდა ხალხი. ამი რომ დაეგმოთ ეს უხუცეს და გადაწყვეტილება აფხაზეთში 1 თუ 2 აპრილს დაიწყოს ეს გამოსვლა და მე გადავიდნენ შიმშილობაზე ჩვენი ისინი და 99 წელს რაც მოხდა ეს უკვე ყველამ ვიცით, ყველაფერი და წავიდა უკვე აი აქედან უკვე წავიდა ეროვნული მოძრაობა, მე არჩევნები ის და მე უკვე მოგეხსენებათ მე ზვიადი გახდა უმაღლესი საბჭოთა თავმჯდომარე, მაგრამ სამწუხაროდ იქ გვალიმაგი და შეიქმნა უკვე არაფორმალებში ჭანტურია დაუპირისპირდა ზვიადი დაუპირისპირდა იმას წერეთელს იქ ზურაბ ჭავჭვა და აი წავიდა და მერაბ კოსტა და კოსტავა გარდაიცვალა და უკვე აი ეს ნიშნები დაპირისპირების ერთმანეთის აი რაც ახლა ხდება სასწაული ხდება ხო და ეს ჩვენთვის ძალიან ახალი უცხო რაღაცა იყო უკვე დაიწყეს პატრიარქზე ცუდი რაღაცების და დალაპარაკი იქ და აი ბევრი სიფინძურე ხდებოდა უკვე საწყისები რომლისთვისაც არც საზოგადოება და ჩვენც ხო ახალგაზრდები ვიყავით არ იყო ეს რაღაც უცხო რაღაცა იყო ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდებოდა ის რასაც ჩვენ ვაღმერთებდით აი ქართველები ასეთებია ისეთებია და ხედავთ რომ რაღაცა ისეთი არ ხდება უბრალოდ ცუდი რაღაცა ხდება ისტორიაში კი წაგეკითხია მაგრამ თურმე ტრატიზე კარგები და ანგელოზები არ ყოფილან ქართველები და სამწუხაროდ რომელიც ამ დღემდე გრძელდება და რა ვიცი რაზე ჩვენ ნერვიულობ და დღევანდელ დღესაც რა დღეში ვართ ვერადა ვერ გამოვნახეთ რაღაცა საერთო კომპრომისი და საერთო რაღაცა კი რა თქმა უნდა ყველას აქვს თავისი აზრი ყველას აქვს თავისი ფიქრები მიმართულება მაგრამ ეს იმას ანიშნავს რომ შეურაცხყოფა მიაქმნა თავში ურტყა და რაც ხდება რა ეხლა სამწუხაროდ რომ ეს დღესაც ხდება ეს ეხლა დაუბრუნოთ ჩვენ ეკონომიურ სიტუაციას ხო ჩვენი რუბრიკას ხო ფული ქვია და ეხლა უყურებ რომ ეს ხალხი რაღაცა ჩაალიჩოს მაგრამ ის თუ ჭირო არის მაინც ვერ ვაქტიურობ ამაზე კი სწავლობ და რაღაცას ვითვისებ და მე დაიწყეს ესეთი მეგობარი მყავდა ჩემი ძმაკაცია არის და მაგის სწავლობდა ლენინგრადში ხო და მეუბნება კაკო ბიჭო უცხოელებსო ვიცნობო ესტონეთში ყავდა ძმაკაცი შვედები და ნორვეგიელები არიანო და უნდათო მაშინ ახლა საბჭოთა კავშირი უკვე ინგრეოდა და უცხოელებს უნდათ ბიზნესი დაწყება იმაში საბჭოთა კავშირში და ჩავიდეთო და დაველაპარაკოთო და იქნებ ჩამოვიყვანოთო აქაო აი მეთქი აბარა ატომა წავიდა წავიდეთ მეთქი და ჩავედი ჩემი ძმაკაცი და მისი ძმა ვამპირი იყო მაშინ ჩვენი ხვიჩა ეტარელა ჩემი ძმაკაცი ეს ხვიჩა და ჩავედით იმაში ტალინში და დიდი სამფით შევხვდით ნორვეგიელ ბიზნესმენ ტომასა და ის იყვნენ ტომასა და ულფი და ასეთი აზრი იყო რომ ეხლა საბჭოთა კავშირი ინგრევა უკვე იქა იაფი მუშახელი ყველა ამათ უნდათ რომ
რაღაცა დაეწყოთ და ასეთი რაღაცა გადავწყვიტეთ, რომ უნდა გავეკეთებინა ფერსაცმელების საამბრო. დანადგარებს ტექნოლოგიას ისინი ჩამოიტანდნენ ნორვეგიიდან, შვედეთიდან და ჩვენ აქ დავახვედრებდით ტერიტორიას და მუშახელს. მუშახელი მაშინ იაფი იყო, თან ბევრი ქალები იკეთებოდა და უკვე იმისკენ მიდრეკილება ბიზნესმენობისკენ. ხეშეკრულება დავდე და ეხლა ეს არ ვიცი ხეშეკრულება მაშინ გავიგე პირველად იმეწარმე შეპესე იმიტომ ხვიჩა იყო და მაგერკეოდა ამ ყველაფერში და აი ტერმინები ეს ეკონომიკური ტერმინები ეხლა აქციო საზოგადოება წილები ეს ისეთი რომანტიკული ის იყო ელფერი ამ ამბავში და თან უცხოელებთან და კარგია რომ ცნობ ამას ყველაფერს უკვე ანგარიშობ უკვე მოგებებს რაღაცებს და გიხარია ეხლა შენობა ხო გინდა შენობა უკვე თბილისში პრობლემა არ არის იმიტომ რომ უკვე ბევრი ქარხნები იკეტება ეკონომიური კოლაფსები იწყება და ჩამოვიყვანეთ ეს შვედი და ტომასი და ულფი ტომასი იყო დანიელი რატო ვიძახი დანიას იმიტომ მე დანიაში მომიწევს წასვლა და ულფი იყო შვედი და ჩამოვიყვანეთ და ქართველებმა სუფრა გაუშალეთ უცხოელები ხელი ამბები და ამას მე კიდევ გეტყვით ამას გავიხსენებ და ათეს ჩემ ლაპარაკში გოგი თოფაძე ახსენე გოგი თოფაძე გახსოვთ იყო ლუდის ქართლის დირექტორი აი სანაპიროზე ელეხანოვთან მაგრამ ისე უჭირდათ ისე უჭი აღარ იცოდა რა იქნა და შენობებს აქირავებდნენ შენობებს და ადრე როგორ იყო ხომ ახლა გოგი თოფაძესთან მუშაობდა მანოს ცოლის ქუჩას ცოლის ნათესავი იმ ქარხანაში და იმა ისე მიგვიყვანა იმასთან როგორ მახსოვს აი კაბინეტი ყო და დიდი და ეს გოგი თოფაძე გქონდა ოღონდ აკვინვე მოიყვანეთო და ეს დიდი დარბაზები ქონდა ეს აი ქარხანაა და დავასაქმოთო და ასე გადავწყვიტეთ რომ ამ ქარხანა ამ დარბაზში უნდა გაგვეკეთებინა დიდი ასეთი ბევრი ჩარხები უნდა მოგვეტანა და იქ უნდა გაგვეცნა ფერსაცმელების საამბრო დიზაინი იმათი იქნებოდა ეს ტომასას ულფს ვაჩვენეთ ეს ყველაფერი ძალიან მაგრამ მოეწონათ და ხარია რა ეხლა ბიზნესზე მივდივართ, საერთაშორისოებას მივდივართ, ვახერხებთ ამას ყველაფერს და თან მაშინ როგორ იყო, აი ფაქტობრივად 88 წელი იყო რა. არა, არ ბოდიში 89 უკვე მომხდარი იყო. მე ასე თუ ისე შემოსავალი და გადაფრენა პრობლემა არ აქვს და ეხლა რატო ეხლა გინდა რომ რაღაც იმიტომ რომ გააკეთო ეს ყველაფერი და უკვე გადაწყვეტილი გვაქვს ეს რომ გეტყვით ეხლა რომელი ამბებია ისინი აგვისტოში იყვნენ ჩამოსულები 89 წლის უკვე აპრილი და 90 წელი იყო 90 იყო უკვე ზვიადი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არა პრეზიდენტია 90-იანი წლებია 90 წელია და 2 სექტემბერს მოხდა პატარა შეტაკება ოპოზიციას ეს ჩანტურია და ეს ოპოზიციური ეს კონგრესი იყო დაუპირისპირდა ზვიადის რაღაც უკვე არეულობა წავიდა არაუშა ჩვენ ახლა რავქნა და უკვე ვაპირებთ უკვე სადღაც დეკემბრის თვეში უკვე ჩარხების მოტანა უკვე გადაწყდა ჩარხები უნდა მოვიტანოთ ჩამოვიტანოთ იქიდან იტალიური რაღაც ჩარხები იყო თელი ამბები მაგრამ ოქტომბერს მოხდა პატარა შეტაკება და უკვე ამათმა დაიწყეს ფიქრი ამ უცხოელებმა რომ რაღაცა იქ ხდება პოლიტიკურად ხო მიდიოდა განხილვა მე ზვიად გამსახურდია ხო დაუპირისპირდა ბუშმა რო თქვა რომ დინარი საწინააღმდეგოდ მიდიხარო და მე ზვიადი პასუხი უთხრეს რომ პოლიტიკური ამბებია და ცოტა ხანით შევიკავოთ თავი და დეკემბერს დაიწყო ის საშინელი ომი 91 წელს 90 იყო და 91 წელი იანვარი 16-ის და ეს სამარცხვინო ომი რომელიც
ქართველებმა დაიწყეს მე მაგომს 100 მეტრიან ომს ვიძახი და იმ ჩვენმა ინვესტორებმა ასე რომ ვთქვათ მეწილეები ვიყავით კაცო აი მაშინ მახსოვს მე თქვენ ადრე გახსოვთ ესე იგი ჩვენ შევთავაზეთ ქართულად 50 მაგაზე მე ჩვენ ვილაპარაკებთ ამ წილობრივ შეტევა 50-50-ზე და არ უნდა რას ქვია 50 ეს ვერ გაიგეს 50 59 70 30 და ჩვენც ვერ გავიგეთ მე ვერ გავიგეთ ჩვენ ხო ძმაკაცები ხართ კაცო როგორ გავიყოთ არა ძმო ბიზნესში არ ხდება ბიზნესში ყოველთვის 1%-ით მეტი უნდა იყოს ვიღაცის უნდა იყოს 51 59 70 30 60 60 აი ეს უნდა ნაწილდებოდა და მაშინ როგორ მახსოვს ეს გეუნებიან ამათაც მაკაცობა არიციან და რაღაცები მაგრამ ამაზე მე ჩვენ ვილაპარაკებთ როცა უკვე ეკონომიურ პროცენტულ იმებს განვიხილავ და ეკონომიურ ტერმინებს აი რო იტყვიან ეს ეკონომიური ეს პირველი ინვესტიცია რაც უცხოელებთან ქონდა მე საქმე ჩაგვიფრავდა ეხლა მე კი მქონდა შემოსავალი იმ ტაქსობა ხელოსნობით მაგრამ მინდოდა ბიზნესი მაგრამ დაიწყო 91 წელი და დაიწყო და რა დაიწყო და დელი უბედურები არა ბოდიში 91-92-ზე იყო 91 გეპერო იყო ხო ნუ კაუჩი ქვეყანაში აერია სიტუაცია და დავჭით ასე ხახამშრალები ეს რაღაცას გეტყვით კიდევ როგორ მახსოვს ძალიან სასაცილო სიტუაცია იყო მაშინ ეს თომასა და ურუში რო წამოვიყვანეთ რაღაც ხო ქართველებმა დავიწყეთ იქ ერთი რესტორანი, ორი რესტორანი, სამი რესტორანი, მაგრამ გაგვითავდა ეს რესტორნები და ერთი ზაზა ჩაჩურა მყავდა ერთი მეგობარი და საწყად გარდაიცვალა და ის მეუბნება ბიჭო არა ისო რადგან ამ რესტორანშიო წადიო სოფელში წაიყვანე მე კი ხوار გაგიჯდა რა სოფელია უცხოელია რაღაცა და ხოდა გაგვითავდა მაშინ ბევრი რესტორნები არ იყო რა სულ რაღაც 5 დღე ჩამოსულები ერთი რესტორანი ორი რესტორანი გათავდა ეს რესტორნები და მე გამახსენდა მოდი ხوار წავიყვანო სოფელში მეთქი და წავიყვანე სოფელში უფლისი ხერუარი ჩემი ჯონის იმაში იმან დაგპატიჟა სახში და მარანში წნილი უბრალოდ კოცონი ჭმადი შეწვით იქ რაღაცები მიკროში იმაში გავატარეთ დრო ჩვენებურად და უშურ გრეხულა და როგორ მახსოვს ახლა ეს ტომასა უკვე აეროპორტში ვარ ვაცილებთ ამ ტომასად ულფეს და ვეკითხები მეთქი მოგეწონას კარგი good is very good და ყველაზე მეტად სად მოგეწონა მეთქი და აი როგორ გამიკვირდა აი იქ რო ვიყავითო სოფელში რო ვიყავითო იქ წვადი რო შევწვითო ის რო შევწვითო აი ეს ყველაზე მაგარი იყო და ვახ მეთქი ესა იმიტომ ახლა უცხოი შენ რითი გააკვირე რა რესტორნით რომელიც სერვისი რამაც მაგრამ აი ბუნებრივობა და ის იყო მისთვის აი ძალიან მისაღები და ეს რატო თქვი ეს წინადად მე გამახსენდა ჩემ ტურისტულ ბიზნესში გამოვიყენე ეს ამბავი აი ახლა ტურისტული ბიზნესი განვითარებას რო დავიწყე მე ერთი ჩემი ხაბია ახლა რო დამხავს ახლა მე ტურისტები სოფლებში და იმებში ოთი ზეუნები ჩემ პარტნიორებს ახლა ხომ ხავს მე ეს პარტნიორი ჩემი სიმონა და სტალბერა და ასეთი ტიპები და მაგათ უთხარი მეთქი მე მოგიყვანთ მე სტუმრებს იმიტომ ყველას მოსწონს ეს სოფელი და ბუნებრიობა რასაც არის რაც გვაქვს ჩვენ ოღონდ უბრალოდ გამიკეთეთ საჭირო ოთახები და ყველას გავაკეთეთ და მაგაზე მე ვისაუბრებ და აი ეს იყო იმიტომ გამახსენდა ახლა ახალ მაქტემაზე ლაპარაკობდით ამ უცხოელების შესახებ იმიტომ გამახსენდა ეს ის მომწონს ის რა თქვენია ესე მოვედით ამ 80 ამ თბილისის ომამდე და უკვე აერია უკვე ამასობაში ინსტიტუტსაც ვამთავრებ წელიწადში და ნუ მე ამაზე გადავიდეთ და მეგობრებო ხوار გაწყინინებთ ამ ჩემი ბიოგრაფიით მაგრამ მე რატო ყვები ამ ბიოგრაფიას იმიტომ კი არა რომ აი თუ რაღაცა შეცდომა დაუშვი როგორ და ამას მე ბოლოს კი ჩვენ გავაკეთებ მაგრამ დასკვნას გავდებთ რა შეცდომა დაუშვი როგორ დაუშვით მაგრამ მე მინდა რომ თუ არ დაგეზარდ მოусმინეთ ამას და ახალგაზრდებს განსაკუთრებით რა შეცდომა დაუშვი ხოლმე რა გავაკეთე და რა გავაკეთე რა მოხდა იმ პერიოდში რაც არ უნდა დამეშვა დატოვე რომ ცხოვრებისა რომ თვითონ ძალიან ბევრ რაღაცებს მოვედე
და თავისთავად ეხლა დროც იყო, ეხლა ხშირად ვამბობ ეპოქალურ დროში ცხოვრობდით და ბევრი რაღაცა ირეოდა, მენტალიტეტი, არეულობა, ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი ეს არის სასწავლებელი და გასათვალისწინებელი. რამდენი ახალგაზრდა იწყებს ეხლა ცხოვრებას, რა თქმა უნდა, ეხლა სხვა თითქოს სხვა გარემოა, სხვა კონტექსტია საერთოდ ქვეყანაში, მაგრამ ის არსი, რომ შეცდომა არ უნდა დაუშვა და რაღაცა გამოცდილება, რაღაცა დაბრკოლება, აქ შედეგს უნდა გაგიყვანოს, ალბათ ეს ემსახურება ეს ჩვენი ამ ურთიერთობა და ამ ჩვენ ვიდეო, რასაც ვიღებთ რა, ამერია ენი რა, ენა ამებნა რა. ეს ძალიან ბევრი თემებია, უცბად შეიძლება ვერ დავალაგო, მაგრამ ნუ ყველა თემა შევეხები. თავისთავად ეს ფულის კეთების იდეებს და რა თავარია, ეხლა წარმატებას რომ მიაღწიო, ყოველთვის გინდა გუნდი. ან მეგობარი, ამ ხანაკი, ამაზეც ვისაუბრეთ. ვაკაცი უნდა ყავდეს ბიზნესში, არ უნდა ყავდეს კლასელი, უბნელი, უცხოელი და ამ თემებს ჩვენ ნენდელა შევეხებით. ნუ ერთ სიტყვით მოვედით ომამდე და ესეც უკვე ძალიან საინტერესო თემებია, მე ფულის გაუქმება და ნახოთ ეხლა დავამთავროთ ჩვენი ვიდეო და ოდიშით თუ ასე დაგღალეთ ან რაღაცნაირად დამღლელია ჩემი საუბარი, მაგრამ მგონი ცუდი არ უნდა იყოს. ჩემი აზრით საინტერესო და სასწავლო მომენტებს ვიხსენებ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე. აკეთება მეგობრებო, დაგემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში. ეხლა ეს იქნება მე-6 და მე-7 და მივხვებით რა. ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და რა თავარია სიმშვიდე, ერთადერთი გზა წარმატებისა არის სიმშვიდე. აგათ მეგობრებო, აბა თქვენიც